ავისოლთა კამათის დეტალები. ხოდა არ ვიცი რა დამემართა, რა სახეობის ამნეზიის მსხვერპლი შევიკენი, მაგრამ ჩემი სერიალის გმირებს აქაც სოლკმარს სიტყვით გამომეორებინეთ სოლთა დაჭუბარი მეგობრის ნაამბობი. მის სოლსაც ჯინაზე მაინდა-მაინც ამ წერისთვის უყურებია, მთელი სიცხადით ამოუწია საკუთარი თავი, დამჯერად წინაზე უფრო სასტიკად უჩხუბია თავის ხმართან. ეს როგორღა მოუღებიო. იმ დღეს კიდევ გაშორებულან ერთმანეთს. ყველაზე უცნაური კი ისე რომ წერისას არც დაუფიქრებულ ვარ, რამდენად საწყენი იქნებოდა ეს მათთვის. ცოლკვრის კონფლიქტის ტექსტი მჭირდებოდა და გორებაში თავისთავად ამომეტივტივდა მზაბზარეული რეპლიკები. მაგრამ აქ მოყვანილი უხერხული ეპიზოდის მიუხედავად მე არ ვიზიარებ იმ კითხვათა პოზიციას, რომლებიც წერას ნაკლად უთვლიან ცოცხალი პროტოტიპების რომანის გმირებად ქცევას. მეტიც ასეთ კითხვას თუ ზედმეტად კაცად არ ჩავთვლით, საერთოდ არც ვთვლი განსაკუთრებით გაწაფულ კითხველად. რადგან მსოფლიოში არ არსებულა ფაქტობრივად არც ერთი დიდი თუ მცირე მწერალი, რომელსაც გმირებად არ ექცია მის ირგვლივ მცხოვრები ადამიანები. უბრალოდ ჩვენაც ფლობერს ვიცნობდით პირადად, მოხსენებულს და არც დოსტოევსკის. თორემ საღამობით რომ რუანში უსხდარიყავით ფლობერთან ერთად და რუსეთის პროვინციაში გვეღებია დოსტოევსკისთან ერთად, ჩვენ ზუსტად გვეცოდინებოდა და რეალურად ვიცით კიდეც, საიდან წარმოიქმნა აფთიაქარი ომე ან საბრალო სტეფან ტროფიმოვიჩი. ასე ჩვენს გვერდით მცხოვრები მწერალიც, ისიც ფლობერისა და დოსტოევსკის არ იყოს, რეალობიდან სესხულობს მასალას. ქართული რომანისტიც შესაბამისად თავისი სინამდვილიდან იღებს პერსონაჟებსა და თემებს. ცნობილმა ქართულმა რომანისტმა თავისი ვატერპოლოს ერთ-ერთ სახასიათო გმირს ფეხბურთის ტელეტრანსლაციის ყურების დროს მოუპოვა სახელი. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი რექსაჩი, უпростоრად კი გვარი, იმღავესვე შეიტანა თავის რომანში. ეს ბუნებრივი და საინტერესოა, მაგრამ პრობლემა ჩვენ შემთხვევაში სხვაგან ძევს. მეჩვენება და ვიცი ჩემი რომანების კითხვასაც ასე ეჩვენება, რომ თანამედროვე ქართულ რომანებში არაფერი ხდება განსაკუთრებით უჩვეულო, ორიგინალური და რაც თავარია მნიშვნელოვანი. ისედაც ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე, რასაჭირო იყო ამაზე რომანის დაწერა. სიტუაციები, თემები და სახეები იმდენად ნაცნობია, რომ თითქოს წასაკითხის კი აღარაფერია. წაუკითხავად ხდები რა და როგორ აღწერა მწერალმა. ოდესღაც თუნდაც 10-15 წლის წინ კითხვა სიამოვნებას გვიდა თავისი დროისა თუ სოციუმის რეალისტური, კვაზი დოკუმენტალური და ზოგჯერ სატირული აღწერა, მაგრამ ახლა ტექსტიდან მნიშვნელოვანებას უფრო ენის, ჩემი აზრით, ვიდრე დროის თუნდაც ოსტატურად, სარკისებრად ფიქსირებას. ქვეყანა პატარა, რუსული მავთულხარდების წყალობით კიდევ უფრო შემცირებული, ხალხი ცოტა, მკითხველი უფრო ნაკლები და ასე სიმწირეში რომანებიც რაღაცნაირად კლაუსტროფობიული გამოდის. ერთფეროვან თემებში, ენასა და სახელებში გამოწვეული. სახელები თქულად არ მიხსენებია. თქვათ ისეთი მწერლისათვის, რომელსაც ჩემნაირი რომანები აქვს დაწერილი, ესე იგი სოციოფსიქოლოგიური თუ სატირულ-რეალისტური, არც კი ვიცი როგორ დავახასიათო, კრიტიკოსებს ჩვენთვის არ ცხელათ უმეტესწილად, პირდაპირ პროფესიულ წყევლად ექცა ქართული სახელგვარები. გინდა არ გინდა ამ გიორგებით, ზაზებით, ნინოებით, ლეილებით, სანდროებით და თამუნებით უნდა მოხვე ამბავს. ცხადი არავინ დაგიშლის თუ კი პერსონაჟს ელვირას დაარქვევ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ სახელი ელვირა სოციოფსიქოლოგიურად სენსიტიური მკითხველისათვის, რომელიც ისევე კარგად იცნობს შენს მცირე სოციუმსა და მის ესთეტიკას, როგორც შენ, სახელი ელვირა უმალ პაროდიულის, არასაჭიროდ ეგზოტიკურისა და არანაცნობის სიმბოლოდ აღიქმება და არა იმად, რასაც იგივე პერსონაჟი თქვათ სახელი ანათი გამოხატავდა. ანასთვის რომ ელვირა მეწოდებინა, ერთმნიშვნელოვნად შეიძლებოდა მის დამე დამოკიდებულება. როგორც უაილდის ალჯერნონის მიმართ პიესაში როგორ მნიშვნელოვანია ვიყო სერიოზული, რომლის სახელიც გარკვეულ წინასწარ დამოკიდებულებას გულისხმობს მის მიმართ. თქვათ მინდა მოწოდო ჩემს პერსონაჟს არც თუ ხშირად გამოყენებადი უშანგი. მაგრამ არ მინდა რომ ქართულ კითხვას ისეთი დამოკიდებულება ჰქონდეს ჩემი უშანგისადმი, როგორიც შეიძლება რომ ჰქონდეს საერთოდ სახელი უშანგის, ან ზოგადად უშანგების მიმართ. მინდა რომ ჩემი უშანგი ისე აღიქვან, თითქოს მას უხერხული ასოციაციებისგან თავისუფალი სანგროვა დატოქვია. მაგრამ არ გამოდის. უშანგი შეუძლებელია იყოს დახვეწილი და დამაჯერებელი პროტაგონისტი, რადგან ის წინასწარ განწილულია მარცხისთვის. ვერაფრით დავიჯერებ, ისევე როგორც ჩემი მკითხველი, რომ შესაძლოა დამაჯერებელი და არაღივილისურველი იყოს ეროტიკული სცენა, შეყვარებულ და თავისთავად არაკომიკურ ჯემალსა და ლამარას შორის.
არაფერს ვერ შეჯემალებს და დალამარებს, მაგრამ თუ კი ქართულ რომანში მათი სახელები მოხვდება, ისინი სახასიათო, კომიკურ და პრინციპში მეორე ხარისხოვან პერსონაჟებად ცხოვრებად უნდა შეეგუონ. გმირს ან თუნდაც ანტი-გმირს მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, შეუძლებელია ერკვას ოთარი ჯემალიან მამბალა, ხო მამბალას დავკარგეთ. თუ კი ეს ტექსტი სატირული ჟანრის არაა. ამ ენიგმის გასაღები ასევე ჩვენში სიძაბვილეში უნდა ვეძებოთ. სახელები ისევე კვდებიან რომანებში, როგორც ცხოვრებაში. ეჭვმეპარება ახლა რომელიმე მშობელმა ჟუჟუნა კორნელი დაარქვას თავის შვილს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელი ძალიან მომწონს. თუ კი სპეციფიკურ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, აგრესიული და რასთავარია მარჩენალი ბაბუა კორნელი ჯიუტად უნდა ითხოვდეს შვილისათვის თავისი სახელის დარქმევას. ასევეა რომანისტიც, რომლის პერსონაჟის ლიტერატურული თუ სოციალური ბედისწერაც მის სახელზეა დამოკიდებული. რომანს კიდევ კარგი ბაბუა არ აქვს. მიმსიდველ ქართველ გოგონას ოდესღაც შორენა უწოდა კონსტანტინე გამსახურდია. ახლა კი რამხელა ძალისხმევა ჭირდება თანამედროვე შორენებს, რომ სახელისაგან დამოუკიდებლად აღიარონ და აღიქვან მათი სექსუალობა. შესაბამისად, ისევე როგორც ქართველ დედას, წერალსა თითებზე ჩამოსაფრენი შეება სერიოზულად აღსაქმელი სახელები, 5-7 მეტი არა. წერალმა ამ 5-7 სახელით უნდა მოყვეს თავისი ამბავი. ეს 5-7 სახელი კი თავისთავად გულისხმობს გარკვეულ სტერეოტიპს. გიო, რატომღაც ვერაფრით იქნება გროტესკული, ისევე როგორც ფირუზი ინტელექტუალი. ამიტომ ცდილობენ დიდი ქართული რომანისტები სოციალურად გაცვეთილი ქართული სახელგვარებისგან გაქცევას და პათეტიკურ, დახვეწილ სახელებს უგონებდნენ თავიანთ პერსონაჟებს: კაშელი, კორინთელი. ხდებოდა უცხოური სამხრეთ ამერიკული რომანებისგან ასესხების სახელები: დომენიკო, ბესამე და ასე შემდეგ. სახასიათო და ექსცენტრული გმირისათვის უფრო ადვილია სახელის დარქმევა, ვიდრე ნორმალური პერსონაჟისათვის. მაგალითად, ასევე მაგალითები ცნობილი და თანამედროვე რომანებიდან: ვასილ კეჟერაზე, წოწორია წვანი, წმინდა ნუგზარი და სხვა. მაგრამ დაარღვევით, თუ კი რომანის არასახასიათო და პრინციპში ჩვენნაირი პროტაგონისტის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, მას აუცილებლად ზაზა, გიო, მაკა, ნინო ერქმევა, ხოლო ნათენა და ემზარი არავითარ შემთხვევაში. გამოდაკლისის შემთხვევა პროტაგონისტები, რომელთაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, თუმცა ასეთი ნაკლებად უთმობიან თანამედროვე ქართულ რომანში არ მახსენდება მოსულში. თუ კი მწერალს ეგონება, რომ ემზარის შექმნით, მისი ემზარი ისეთივე ბუნებრივი ეგონებათ, როგორც რატომღაც უნდა ხვეწილესი გიო, ისა პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, ამ შემთხვევით დაკავებულა ამ პროფესიით, ციტატა ბრაზილიელი კრიტიკოსის სასაუბრო ლექსიკონიდან. ასე რომ, ამ ორი გზა რჩება. რომანისტმა რაიმე სასწაულით ძალით უნდა დააღწიოს თავი საცდაურ სახელებზე თუ სახეებზე მიბულ სტერეოტიპებს, ან სემუელ ბეკეტის მეთოდის გამეორებას სცადოს, რომელმაც უხერხული ალჯერნონები დაუფიქრებლად ჩაანაცვლა დეფინიციებით. ABC. მეც აღარ წავიდეთ და გადაჭეს დავბეჭდავ. დიდი მადლობა. Let's try to do it. კი ბატონო, კი ბატონო. ასე ვკითხავ და მე აინტერესებდა შეიძლება. კი ბატონო. დიდი მადლობა ყველას. შეკითხვები გექნებათ არაფორმალურ გარემოში შეიძლება ლაშასაც და ყველას გაგვიშვათ ეს შეკითხვები. დიდი მადლობა რომ მოგწანდით. მადლობა.